მარველის ყველა სუპერჯარისკაცი, შრატის მსხვერპლი და გმირები. გამარჯობა, დღეს მარველის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო და სახიფათო თემას უნდა შევეხოთ. ეს არის სუპერჯარისკაცის შრატი, ფორმულა, რომელმაც სამყაროს ისტორია სამუდამოდ შეცვალა. იდეალური მეომრის შექმნის მცდელობა მათობით პერსონაჟის ბედი განაპირობა. ზოგი მათგანი კაცობრიობის იმედად იქცა, ზოგი კი ნამდვილ კოშმარად. მოდით დეტალურად განვიხილოთ მარველის ყველა ძირითადი სუპერჯარისკაცი და მათი საოცარი, ხშირად ტრაგიკული ისტორიები. პირველი და ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, სტივ როჯერსია, იგივე კაპიტანი ამერიკა. მისი ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს იწყება. სტივი იყო სუსტის სნეული, მაგრამ წარმოუდგენლად მტკიცე ნებისყოფისა და სუფთა გულის მქონე ახალგაზრდა ბრუკლინიდან, რომელსაც ფრონტზე წასვლა სურდა. დოქტორმა აბრაამ ერსკიმმა სწორედ მისი მორალური კომპასის გამო აირჩია ის პროექტ აღორძინების პირველ წარმატებულ კანდიდატად. შრატმა და ვიტასხივებმა როჯერსი ადამიანური შესაძლებლობების პიკზე აიყვანეს, მისცეს წარმოუდგენელი ძალა, სისწრაფე და გამძლეობა. თუმცა ერსკინის მკვლელობის შემდეგ ფორმულა დაიკარგა, სტივი კი ამერიკის სიმბოლო და პირველ ნამდვილ სუპერგმირად იქცა, რომელმაც საკუთარი თავი გაწირა და 10 წლეულების განმავლობაში ყინულში გაატარა. სტივ როჯერსის განუყრელი მეგობარი, ბაკი ბარნსი, სრულიად განსხვავებულ და ბნელ გზას გაჰყვა. ომის დროს მატარებლიდან გადავარდნილი ბაკი ყველას დაღუპული ეგონა, თუმცა ის საბჭოთა დაზვერვან და ჰიდრამ იპოვა. მათ ბაკის მოკვეთილი ხელი მძლავრი ლითონის პროტეზით შეუცვალეს და სუპერჯარისკაცის შრატის საკუთარი ვერსია შეუყვანეს. ტვინის გამორეცხვისა და კრიოძილის მეშვეობით ბაკი გადააქციეს დაუნდობელ მკვლელად, სახელად ზამთრის ჯარისკაცი. ის 10 წლეულების განმავლობაში ჩრდილიდან მართავდა მსოფლიო ისტორიას და ანადგურებდა სამიზნეებს. მხოლოდ წლების შემდეგ სტივთან შეხვედრისა და გონებრივი ტყვეობიდან თავის ტახტების შემდეგ შეძლო ბაკიმ საკუთარი ადამიანობის დაბრუნება და გამოსხების გზაზე დადგომა. ცოტამ თუ იცის, რომ სტივ როჯერსის ყინულში გაუჩინარების შემდეგ ამერიკის მთავრობამ ფარულად გააგრძელა ექსპერიმენტები. ასე შეიქმნა ისაია ბრედლი, შავკანიანი სუპერჯარისკაცი, რომლის ისტორიაც მარველის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობაა. 1950-იან წლებში ისაიასა და მის თანამებრძოლებზე შრატის სხვადასხვა ვერსიას ტესტავდნენ, რასაც ბევრი მათგანი სიცოცხლე შეეწირა. ბრედლიმ გადაიტანა ფორმულა და წარმატებით შეასრულა უმძიმესი მისიები კორეის ომში, თუმცა სამშობლომ მას გმირად აღიარების ნაცვლად საიდუმლოს შენახვის მიზნით 30 წლით ციხე მიუსაჯა, სადაც მის სისხლზე ექსპერიმენტებს აგრძელებდნენ. მისი არსებობა დიდხანს ტაბუ დადებული იყო, სანამ სიმართლეზე და პირზე არ ავარდა. შრატის ხელში ჩაგდებას ჰიდრაც აქტიურად ცდილობდა და ცივი ომის პერიოდში მათ შექმნეს ზამთრის ჯარისკაცების მთელი ელიტარული რაზმი. ბაკის სისხლისა და მოპარული ფორმულის ბაზაზე შექმნილი ეს მეომრები კიდევ უფრო აგრესიულები და ძლიერები იყვნენ, ვიდრე თავად ბარნსი. მათ შეეძლოთ მთელი ქვეყნების დესტაბილიზაცია შიგნიდან. თუმცა მათი მართვა და კონტროლი იმდენად რთული და სახიფათო აღმოჩნდა, რომ თავად ჰიდრამაც კი ვერ გაბედა მათი ხანგრძლივი გამოყენება და ისინი ციმბირის საიდუმლო ბუნკერში, კრიოკაფსულებში დააძინეს, სადაც მოგვიანებით მათი ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. შრატის იდეალური ვერსიის აღდგენის მცდელობამ უკვე თანამედროვე ეპოქაში შექმნა ემილ ბლონსკი, იგივე ებომინეიშენი, საძაგლობა. გენერალ როსის ბრძანებით სპეცრაზმა ბლონსკის შეუყვანეს შრატის მოდიფიცირებული ვერსია, რათა მას ჰალკთან ბრძოლა შეძლებოდა. შრატმა მას უდიდესი ძალა მისცა, თუმცა ბლონსკის ძალაუფლების მანიამ და მეტი სიმძლავრის წყურვილმა აიძულა იგი ფორმულა ბრიუს ბენერის გამად დასხივებულ სისხლთან შეეზავებინა. შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა. ის გადაიქცა გიგანტურ, მწვანე, ძვლოვანი წარმონაქმნებით დაფარულ მონსტრად, რომელმაც სრულიად დაკარგა ადამიანური სახე და ჰალკის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მტერს გაუთანაბრდა. კაპიტან ამერიკის მემკვიდრეობის გაგრძელების სურვილმა სცენაზე გამოიყვანა ჯონ უოლკერი. როდესაც სტივ როჯერსმა ფარი დატოვა, მთავრობამ ახალ კაპიტან ამერიკას სწორედ უოლკერი, უამრავი ორდენის მქონე იდეალური ჯარისკაცი აირჩია. თუმცა ტიტულის სიმძიმემ და მუდმივ მაწნეხმა ის ფსიქოლოგიურ კრიზისამდე მიიყვანა. როდესაც უოლკერმა ფარულად იპოვა და მიიღო სუპერჯარისკაცის შრატის ბოლო გადარჩენილი ამპულა, ფორმულამ გააძლიერა არა მხოლოდ მისი კუნთები, არამედ მისი შინაგანი აგრესია და არასტაბილურობა. პარტნიორის დაღუპვის შემდეგ მან საჯაროდ ფარით მოკლა მტერი, რის გამოც ტიტული ჩამოართვეს, თუმცა მოგვიანებით მან სახელი შეიცვალა და აშტის აგენტის, US Agent, სახელით განაგრძო მოღვაწეობა. ფორმულის თანამედროვე დახვეწილი ვერსია ხელში ჩაუვარდა დროშის გამანადგურებლებს, Flag Smashers და მათ ლიდერს, კარლი მორგენტაუს. გლობალური ქაოსის პერიოდში ამ რადიკალურმა ჯგუფმა მოიპარა მეცნიერ ვილფრედ ნაგელის მიერ შექმნილი შრატი, რომელიც ფიზიკურ სხეულს არ ცვლიდა და ვიზუალურად გოლიათად არ გაქცევდა, თუმცა ზუსტად ისეთსავე ძალას განიჭებდა. კარლიმ და მისმა მეგობრებმა შრატი სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლაში იარაღად გამოიყენეს. თუმცა როგორც ყოველთვის უდიდესმა ძალამ ისინი წაწტუნა, კეთილშობილური იდეებით დაწყებული მოძრაობა მალე ტერორიზმსა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში გადაიზარდა, რაც ადასტურებს ერსკინის ძველ სიტყვებს. შრატი კარგს უკეთეს ხდის, ხოლო ცუდს უფრო ბოროტს. სუპერჯარისკაცების ისტორია მარველის სამყაროში არის გაფრთხილება იმისა, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანი ბუნების კანონების დარღვევას და ღმერთობის თამაშს ცდილობს. თითოეული ეს გმირი თუ ბოროტმოქმედი იმ დიდი ამბიციის მსხვერპლია, რასაც იდეალური იარაღის შექმნა ჰქვია.